მოგესალმებით ყველას, დაბრუნდი Mafia 3-ით და დღეს ესე იგი შემოვედი საბოლოოდ ჩემს სტარტაპში, თუ რა ფარეხია თუ რაც ქვია ამას. და ნუ კიდე შემოთავაზება იყო რომ შეინახე ფული სეივში, თორე ბევრი გაკლებაო და რატომაც არა. სიმართლე რო გითხრათ ის ფულს მაინც არ ვიყენებ. აი ნახე ქვემოთ ახატია მეგონი რომ 0 მაქვს უკვე ჩემს საფულეში და 5230 არის უკვე სეივში. ეკაი არის. მეგონა რომ უფრო მეტი იქნებოდა სეივში, ანუ რაღაცნაირად მისი დამატებული, მაგრამ არ არის ბევრი და არ ავშვეს. მოდი ახლა მე გამოვიცვლი ის მანს, თანაც მე სხვა რაღაცას ჩავიცმე, იმიტომ რომ სულ ამეთხოვარული ახლა კეთიკეთ. თან მინდოდა აქ იმიტომ მოვედი რომ ერთი მინდოდა რომ შემენახა ფული და მეორე კიდე მინდოდა რომ აქ დამეძინა რა და კარგი ამინდი იქნება თქო, ფიქრობდი, მაგრამ არ არის კარგი ამინდი მაინც და ანუ ვერ ვიზინებ უბრალოდ. ამერია ყველაფერი. მოდი ცადოთ არა. აი ერთი იყო საინტერესოა. აი ეს. არ ვიცი რატომ, მაგრამ თითქოს აი რომელიღაცა პერსონაჟს მახსენებს, რომელიღაცა თამაშიდან, მაგრამ არ თამაშიდან და ფილმიდან. მაგრამ ვერ ვიხსენებ რომელს. Blade რო არის, ხო ვიცი, ფილმი რო არის, ერთი ზომბებს რაღაცებს რო კლავს, ერთი რაღაცა მშავკანიანი ტიპი, ძალიან მაგარი ფილმი არის ხოდაშორის. თითქოს აი მაგას გავს. ეს რატოა შოქზაში გაჩერებული, არ ვიცი. აი როგორც ხედავთ, აი ვიდეოს რო ვიღებ, თითქმის ყოველთვის არის ცუდი ამინდი აქ. ჩემი მანქანა კიდე მისი დაყენდა აქ როგორ ჩანს. კიდე რა უნდა მეთქვა? მოდი მანამდე სანამ რამეს ვიტყვი ჯემსი ამოვნიშნოთ. კიდე მწვანე რაღაცებზე მითხრას რომ აიღეო და პლუს კიდე მითხრას ის რომ როცა შედიხარ აი საბრძოლო ტერიტორიაზე რაღაცები არის რა უნდა გათიშო როგორც იცი რომ მე მგონი არ გამოიძახონ ხალხი და ნუ ეგეც გააკეთეო მაგრამ მაგასაც ვიზამდი უბრალოდ საქმე ისაა რომ თითქოს არ მინდა რომ აი სტელსით გავიდე იმიტომ რომ ძალიან დიდი დრომი აქვს სტელსით რომ გახვიდე და მირჩევნია სავით ხშირად რომ პირდაპირ მივიდე მოკლა ხალხი გამოვიდე და მისიაც კიდე ბარე მორჩეს კარგი რატომღაც მეუნება თამაში რომ აქ მოდიო მაგრამ აქ რა მინდა ეს სულ დამავიწყდა ანუ აქ უყურებდი რა მისიებს და მეთქი რატო არ მიჩვენებს თქო და თურმე რა ხე რამ ხელას უნდა წავიდე აი მაგ ხელაზე როდის მივალმე კაი არა პრობლემა მანამდე კიდე რაღაცა უნდა გითხრათ და თან კიდე გზაში დაგელაპარაკებით მაგ თემაზე განსაკუთრებული არაფერი მაგრამ მაინც და იმედია რომ კიდე წვიმაც გადაიღებს თორე საშინელება არის აქ ესე წვიმა ანუ ძალიან ცუდი ეფექტი აქვს რა ეს ვონი კადილაკი არის გამოტარე ვსო ეგარი რაც უნდა მეთქვა თქვენთვის არის ის რომ არ ვიცი თქვენ როგორ გრძნობთ თავს რაც შეეხება ახალ თამაშებს მაგრამ რო ვაკვირდები აი ძალიან ბევრი ახალ თამაშს აი არაფრად არ ვარ არც ერთი უმეტესობა ისეთი არის რომ აი გამოვა თქვენ ახლა შეიძლება აპირატებდეთ თამაშებს ანუ არ ყიდულობდეთ მაგრამ მე პირდად მიჩვენე რომ თამაში ვიყიდო იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ დაცული ვარ რომ არანაირი ვირუსი არ გადმოყვება თამაშს მე მეორე ვიცი რომ როცა თამაშს ვითამაშებთ კომპიუტერს ან ახალს ვიყიდი ან რაღაცა მსგავსი Steam შეულებრივად ჩავწერი იმ ახალ კომპიუტერში თამაშს გადმოვწერე და პროგრესი რაც მქონდა თამაში ყველაფერი გადმოვა იმ ახალ კომპიუტერში ნუ ამის გარდა კიდე დეველოპერებს ეხმარები და როცა დეველოპერების თამაშს ყიდულობ ფული ფაქტობრივად მაგათთან ირიცხებოდა შემდეგ ისინი უფრო კაი თამაშს გააკეთებენ ნუ დეველოპერსაც გააჩნია ხა ზოგი ნაგავს აკეთებს მაგრამ ეს ბოლო დრო არის ისეთი საშინელი თამაშები გამოდის რომ აი ფიქრობ რატო ვყიდულობ საერთოდ თამაშებს თქო თან ტიპები დააწერენ რაღაცა 70-80 $-ს თამაშს და გამოსვლის დღიდანვე თამაშები არ ვარ გაარაფრად ჯერ ერთი აი ძალიან მაგრად ჭედავს მაგარი კომპიუტერიც რო ქონდეს რაღაცა $5000 ან რაღაც ეგეთი მსგავსი თამაშს მაინც ვერ ითამაშებ იმიტომ რომ აი ფიზიკურად ჭედავს რა არის კიდე თამაშები როდესაც აი იყიდი $50 გადაერთი თამაში და როცა ჩართავ პატარა რაღაცა მოქმედება რო იყოს თამაში ეგრევე იქრაშება ანუ თამაში ითიშება მისით და ნაგავი თამაშები არის ეს ახალი თამაშები ყველა დუმი არის გამოსული კიდე ვინც არის რაღაც ახალი დუმი ნუ კარგი ჩანს მაგრამ ძალიან მაგარი ის გინდა რა კომპიუტერი თან კიდე დუმის თამაშები ცნობილი არის ძალიან მაგარი ოპტიმიზაციით რა შეიძლება რომ აი ძალიან სულარო კომპიუტერზეც კი ძალიან მაგარი FPS-ი ქონდეს და კარგად ითამაშო ისე რომ არ ჭედავდეს მაგრამ ახალი დუმი ძალიან ჭედავს Monster Hunter-ი რო არის კიდე Monster Hunter Wilds-ი ქვია თუ არ ვცდები რომელიც ასევე კარგი თამაშია მაგრამ პრობლემა ისაა რომ აი ბოლო დონის ვიდეო ბარაცეც კი 60 FPS-ი ვერ გექნება აი ძალიან გაჭედავს მაინც ხო და ამას ახლა იმიტომ გეუბნებით რომ
გადავწყვიტე რატომ ვღაც დიდი ხნის წინ დაახლოებით 6 თვის წინ ალბათ რომ დავიწყო ძველი თამაშების თამაში და ეს ახალი თამაშები რაც არის არც ერთი არ ვიყიდო ყველა დავიკიდო და დაველოდო სანამ არ შემოვლიან ეგ თამაშები -90%-ზე ანუ აი რო ძალიან გაიაფთეს და წარმოიდგინე ხა $300 თამაში რო ყიდეს $5 და აი მე შეიძლება რომ ვიყიდო და თან კიდე საქმე ისაა რომ როგორც Cyberpunk-ი იყო ხო იცი Cyberpunk-ში გადავიხადე მე მგონი $50 აი სანამ გამოვიდო და მანამდე ვიყიდე ეგ თამაში და ისეთი საშინელება იყო გამოსვლის დროს რომ აი ჯერ ძალიან მაგრად ჭედავდა მე პერსონაჟები ქრებოდნენ და ჩდებოდნენ მე მგონი ყველას გეცოდინებათ ეგ თამაში როგორც იყო ხო და 2-3 წლის მერე უკვე 60%-იანი ფასდაკლებებიც არის თამაში ღირს უკვე $10 და არა $50 თან კიდე მე რაც ვიწვალე ანუ ჭედვებით რო გავედი მაგ ისტორიას ეხლა ვიღაცა იყიდის მაგას $10-ად ეგ ყველა პრობლემა უკვე გამოკეთებული არის ანუ დეველოპერმა გაასწორეს თამაში და რა ვიცი ვინც ეხლა ყიდულობს შეულებრივად კარგად ითამაშებს მაგრამ ვინც $50 გადაიხადა თავიდანვე ისინი ანუ იმათმა კარგად ვერ გამოცადეს რა თამაში იმედია რომ ეხლა ხვდები რასაც გულისხმობ და კიდე გეუბნებით იმიტომ მოვაყოლე ეს ყველაფერი იმიტომ დავიწყო პროსტოვეთ ამაზე საუბარი რომ ძველი თამაშებს თამაშობ ხა და ძველი თამაშები ბევრად ჯობია. ერთი რომ იაფი არის, მეორე ისტორიები კარგი აქვს და LGBT და რაღაცა სისულელეები არ არის ჩაკვეხებული. მესამე რომ გოგოები არ არიან, აი სულ რაღაცა მთავარი პერსონაჟები და წარმოიდგინე ხა მაფიაში რომ რაღაცა გოგო იყოს პერსონაჟი და თანამედროვე თამაში ეგეთებს აკეთებენ. ისტორიები კარგი აქვს და იაფი არის თან ძალიან არ ჭედავს როგორც Cyberpunk-ი და ანუ კარგებია რა. მაგითო თამაშობ ხა Witcher 1-საც, Witcher 2-საც და Witcher 3-საც, იმიტომ რომ ძალიან მაგარი თამაშებია. Yeah, it's in everything. Heard you were dead. Been hearing that a lot. დიდი ხანი გავიდაო რა. რა გინდა? You a business proposition. That's all. ბიზნესის იდეა უნდა მოქცეო. მარკონოსთან მივდივარო. მის მემთან და ყველასთან მის მაგასთან ახლოს არისო. Way I see it. Once we deal with Barbieri, you get Point Verdun back. After that, we can discuss what happens to the rest of the city. No, fuck off. All the chalky bastards once already. Look where it got me. From where I'm standing, I'm not seeing much of a difference between then and now. You listen, God, you fuck. Danny was so burned up, the coroner wouldn't let me get a last look. If anyone's killing that fucking Marcano, it's me. Unless Marcano's hanging around one of these dive bars, I don't think he has too much to worry about. Yeah, go fuck yourself. There's no more stones in the likes of you there are fucking off. A fucking ingrate. Coming to your question, me. You and your kind, you caught and run at the first sign of trouble. You always have, you always will. კარგი, ნუ უნდა ჩავიჯდე მანქანაში? ესე იგი, მარკონოზე ლაპარაკობენ რა, თუ მაგასო ვინმე მოკლავსო, მე უნდა ვიყო ეგო, ისე უნება, ის კაცი. ორ გადავაგდო. ცუდად დატარეო, რა, ისე გააკვირვა ეს ადამიანი. აი. თავარი არ დავანდრიოთ. ხო და შენაირი ტიპებიო რა, ესეთები არიანო, რომ ჩვენზე ლაპარაკობს რა ლინკონზე. საქმეს რო დაიწყებენო, რა აზრი აქვს შენთან რო ვიმუშაო, მე უჩეთები ხართო, რომ საქმეს რო დაიწყებთო და მე გარბი ხართო. ხო და ეხლა უნდა გავაკვიროთ, რომ გიჟები ვართ ალბათ და მე დავთავხდება რამეზე. ხო და რაც შეეხება იმ თემას ანუ რაც გამიხილე ხა ძველი თამაშებზე, რომ მეთქი ძველი თამაშები ბევრი ჯობია ახლებს ხო. ეგრე არის რეალურად. მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ, აი მე მგონია რომ თქვენც ეგრე ფიქრობთ რომ აი ძველი თამაშები უფრო უკეთესები არის და მაგით უყურებთ სწორედ მაფიას და მაფია 2-ს და კიდე მაფია 3-ს და არ უყურებთ თუნდაც რა ვიცი ახალ თამაშებს იმიტომ რომ სისულელეები არის ვის კი არ არის ეგო რაც გულს გირევს შენო ჩემი ტარება არის იმიტომ რომ მაგად ვატარებო არ ვიცი ამით ანუ რას ვამტკიცებთ რომ აი ჩქარა დავდივართ ამას ვაგიჟებთ მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა აქვს ავარია რომ დავგთახმდეს და დაგვეხმაროს რომ მარკო მოკლედ. ეგარი. კაი. დამარწმუნეო უკვე. აგერ გააჩერიო. აბა? ახლა მანქანა გადაათრიო შენ? კაი არა პრობლემა.
We can talk business there. კაი, ჩემ მაღაზიასთან გაჩერდიო და ბიზნესეო დავილაპარაკოთ იქო, მაგრამ შენი მაღაზია სად არის ხა თუ მაჩვენებ კაი სიზამ. რა ხდება ბიჭო, აი ეს მიკვირს რატო აჩერებს ეს ხალხი ეს შუაგზაში? აი ნახე, არავინ არა მანქანაში. არა, პოლიცია, არა. ანუ მანქანაში არავინ არ ეჭდა და თან კიდე წვიმ უნდა დაიწყო, აი ნახე პროსტა. ბედი არა მაქვს. აი, არა უშვის. ხო კიდე წვიმოსაც შეეხება. მე ხო ლეპტოპით თამაშობ და მაქვს RTX 3050 Ti და ზოგადად ხა ლეპტოპზე ვიდეო აპარატები ძალიან ცუდი არის, იმიტომ რომ პატარა არის და ანუ ზოგადად ცუდი არის რეალურად, აი 50-ით რომელიც თავდება ყველა ვიდეო აპარატი ცუდი არის. ჯობია რომ იყიდო ისეთი რომელიც თავდება 60-ით. ან 70-ით თუ იყიდი, ეგ უფრო ყველაზე კაი არის, კაი ვარიანტია, მაგრამ მაინც. ხო და ლეპტოპს კიდე უფრო პატარა აქვს ეგ. Mobile ქვია თუ აუხსნები მაგას. ამ ვიდეო აპარატს თუ mobile მე მგონი პროცესორს ქვია, სულ არ მახსოვს. მაგრამ არ მნიშვნელობა აქვს, ანუ ჭედავს რა. და ბევრი თამაშობ და ეს ახალი თამაშები რო გამოდის კიდე ეგენი ხო აი სულ ტყირა უბრალოდ მოიხმარენ მე მგონი დიდ ვიდეო აპარატებს. აი მხოლოდ იმიტომ რომ ვიდეო აპარატების კომპანიას დაეხმარონ ალბათ ეგ თამაშის დეველოპერები რომ ვიდეო აპარატები იყიდონ. იმიტომ რომ არ ვიცი აი Mafia Earth როგორი ლამაზი გრაფიკები ქონდა. მაგრამ თამაშები რომელიც გამოვიდა, რომელიც წელს ალბათ 5 წელს წინ გამოვიდა ეგ თამაში. Mafia Earth-ის Definitive Edition-ი. და ძალიან მაგარი გრაფიკები აქვს, ანუ არაფერს არ ვუწუნებ მაგ თამაშს, მაგრამ ახლანდელი თამაშების ზოგიერთი რო გამოდის, აი მაგ თამაშებში ბევრად უფრო ცუდი გრაფიკები აქვს, მაგრამ ჩემი ვიდეო აპარატი მაგას ვერ მიკაჩავს. აი ვერ ხვდები ან მანდ როგორ აკეთებენ რას, ანუ ოპტიმიზაციას როგორ აკეთებენ, ეგრე ძალიან ცუდს, რომ Mafia 1 მიკაჩავდა ჩვეულებრივად, რომელსაც ძალიან მაგარი გრაფიკები აქვს, მაგრამ დღეს გამოსული თამაში, რომელსაც ბევრად უფრო ცუდი გრაფიკა აქვს, ვიდრე მაგ Mafia 1, ის არ მიკაჩავს. არ ვიცი, აი საინტერესო რაღაცები ხდება. ეხლა კიდე Electronic Arts რო არის EA, რომელსაც Battlefield-ი აქვს აკეთებული და მსგავსი თამაშები. გეტყვით მე, Barbieri-ზე მითხარიო? Barbieri? He's a right fucking cunt. ეგ ნაბიჯვარიაო. მაგას კი გეტყვიო. ხო იცი მე რას გეკითხებიო? მითხარი რაღაცა რას გამომადგებაო? Out of the Sweetwater distillery. Sweetwater-ში არის ეგო. Splaw? Panter's piss. White mule. Panter's ფსელი. Holly gin. Poachine. Moonshine. ეხლა რას ვიბარგოს არ ვიცი. Trallia. Christ, what kind of booze you people drink over there in Darkyville? Kinda's not called painter's piss. Boy, you ain't lived. Set the whole thing up myself. ყველაფერი მე გავაკეთეო მანდ. Takes it from me. მე გუნია მოდისო და ყველაფერი მე აქვს ჩემგანო. ჩემს ფეხსო ტეხავსო. Barbieri-მა უნდა იწამოსო რა. Days. Slow. ნელა უნდა მოგდესო. კიდე რა აქვს მაგასო? კიდე საჩეხი ჰეისა აქვს სახლი. Drugs in there. ნარკოტიკები აქვს რა იქო. The heavy lifting on this, Burke. Once Barbieri's dead, I'm counting on you to step up. როცა მოკდებაო ეგო, მე შენ გელოდები რომ შენს რაღაცა გააკეთო. Running this whole damn town or burning it to the ground. But honest, it'll make a whole lot of difference to me either way. დაგეხმარებიო რა, ანუ მაგრა დაგეხმარებიო და ყველაფერს რო გადავწავო, როცა მორშებიო მაგ საქმესო. Come on. Once again. A nation once again. ნუ ირლანდია დიდი ხანი იქნებაო ნაციაო რა რაღაცაო. პროვინციული. Trallia მოგედა ხა რას ლაბარგოს მაგის საუბარს მე ვერ ვიგებ ხა ლინკოლნი კი არა. Bye. Getting new ride brought to you. მანქანა მოიყვანეო ახალიო. ნახე ახალი რაღაცა გავხსენდი. ხა შეიძლება რომ მანქანები ვიყიდოთ მეგონი ტელეფონის დახმარებით. მოიცა ერთი წამი. ესე იგი, შენი გარაჟიდან შეგიძლია რომ მანქანები მოიყვანო და ეს მანქანები შეგიძლია გახსნა მისიების შესრულებით. ანუ მარკონოსაც შეიძლება მაგასთან დაკავშირებით და კიდე ერთი სახელი ეწერა იქ. ანუ ეს ჩემი ბაზა არის აქ დავიჯერო? რა ადგილია ეს ერთი წამი? ტომასბურგი. ეს ნუ მისია არის სადაც ალბათ რაღაცა ბაზასავით არის, არის შემიძლია რომ მოვიდე და მანქანები და რაღაცები მყავდეს აქ, მაგრამ გარაჟი აქამდე არ მქონია. Lincoln, over here. კაი, აბა. Surprised to see you, Nikki. საინტერესო შეინახო. But I couldn't just sit here and watch my old man send you out half cocked. Fuck.
Well, your dad's never been much for details. Yeah, what he didn't tell you is that the man running the Sweetwater Distillery is named Carl Bevers. Hard Carl ass, Bevers არის country ოიგო. asshole. His family runs the shanty. ვინც არისო რა მაგ sweet რაღაცაშიო რა, ანუ სადაც მიდივართ ახლა. ეგო მართავსო მაგ ადგილსო და ჩემმა კაცმა ანუ მამამისი არის ეგ და ნუ ბევრი ინფორმაცია არ მოგცავდი ხა ვერ გაგიშვებდიო მე მაგ მისიაზე. Sells it to local shops. ისე რომ არაფერი არ Let იცოდი. on to where he keeps his stills. He's got brains enough to move things around. Rumor is he's got a map hid somewhere for his drivers. მოკლედ ტვინი აქვს რა ისეთიო რომ სხვადასხვა ადგილებში მალავსო მაგ Tell me where it is. Hey, we've got That's another gonna let you in. man goes by the name of Bear, keeping an eye on the meat packing plant. You should go see him. I'll do that. Thanks for ერთი the ტიპი help. არისო რა დათქვიაო. You და wanna know what Bevers is up to? მაგათ you're სანო gonna have to მიდიო get და in some of his დაელაპარაკეო მაგას ამიტომ რომ იცისო რა აკვირდებაო მაგათო და იცის ის თუ სად არიან რეგენიო რა. აჰა, ნუ ეს ვის დაუწერა არ ვიცი შენ ხარო საუკეთესო და სხვა არც მინდა და არავინო. კარგი, აქ რატომ მომიყვანა არ ვიცი, აი ინფორმაცია კი მომცა რაღაცა, მაგრამ მეგონა რომ მანქანას მომცემდა ეს When this გოგო. bullshit with my old man's through, you and me should talk. კაი. როცა მორჩებაო ეს ყველაფერიო მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ აქ. გასაგებია, მაგრამ მანქანა როგორ უნდა მოიყვანო აქ. ეს ხო არ არის ბიარი, ხო ეს არის ბიარი. ეს ვინ არის? მოდი აქ მივიდეთ. მე მგონი ეს ცოტა გვერდით იმისი არის, მაგრამ მაინც. გორსები ნუ ახლოს არა, მაგრამ კაი ნუ მივალე ხა მანდუცებ, მაგ მისიას გავვრდი და მე დაველაპარაკები და ან ხო არ ჯობია რომ ჯერ დავსაველაპარაკო, იმიტომ რომ რა ვიცი, რო დაველაპარაკები მაგ დავც მე მთავარ მისიას გავაკეთე და მთავარი მისიის მე ნუ ვიდეოს გადაღების გარეშე შეიძლება რომ გვერდით მისიები გავაკეთო. უბრალოდ ფულისთვის და იმისთვის რომ რაღაცები გავხსნა რა, უნარები და შემდეგ. როგორც წინაზე გაჩვენეთ. აი, წამო, დავსაველაპარაკოთ ხა ჯობია. რომ მე ვიდეო ანუ შეეხებოდეს მთავარ მისიას და არა რაღაცა გვერდით მისიებს. აქ კიდე ისეთი ტალახი არის რომ მე მგონი წვიმის გამო არის ეგ უფრო ვერ დავდივართ ესიერად. სოეგარი, თავარ გზაზე უკვე გავედით, მაგრამ კიდე წვიმს და გადაიღოს ეხა ამ წვიმამ. წინაზე იყო რომ ღამე იყო, ეხა კიდე წვიმს. ხო შეიძლება რომ ერთხელ კარგი ამინდი დამემთხეს. აქ რა უცნაური პარკირებაა. მოდი დავაყენებ აბა უკინდან. ოპა. კაი, არა უშუალოდ არის. პრინციპი კარგად დავაყენე ასეთში. აბა დათვი. დავალაპარაკოთ ახლა ჩვენ დათვს. აქედან ვერ შევდივარ. აქედან შევდივარ. დათვი ჩვენ უფრო ვართ ისე. გამარჯობაო. You bear? ნიკოლას კეიჯს გავს ეს ისე. ნიკიმ გამომგზავნაო. უნდა დავქორწინე მაგოგოზეო ერთ დღესო. I own Nicky's star. Everything. He has me keeping an eye on the Roberto meatpacking plant. Who's running things over there? Not job by the name იქო ვინაო მთავარიო. Let's a room out Sunny to Blue. loan sharks. Protection guys too. If they can't do it there, they put the hurt to people in the street. Any chance Sonny's around the Robodo? სანიც მანდ იქნებაო? არაო. Sonny only comes around to scare his people. სანი მხოლოდ მაშინ მოდის, როცა შეშინება უნდა წავიდე თავის ხალხისო. Ralph got caught skimming. They're working the bloody bastard over in the slaughterhouse. ერთი რალფი არისო რა, რომელმაც მე მგონი უღალატაო მაგასო. Might be beneficial to pull his arse out of the fire. I'll see what I can get out of Sonny's goons. Watch your ass, Bear. Sonny Blue's people are scared of him. Might not talk. Why not make him more scared of you? ხო, ნუ მაგას ვაკეთებ ახლა პრინციპში. ესე იგი, სანის ხალხსო, სანისიო ეშინიაო და მიდიო რა შენოში ეშინიაო უფროო და დაგელაპარაკებიან ალბათო. ერთი წამი ბევრი რაღაცა გაიხსნა ახლა აქ მისიები და რა უნდა გავაკეთო, საერთოდ წავიდე. ესე იგი, ერთი ეს მეორე ეს ანუ ალბათ ყველა გამდა მივიდი აქ იმისათვის რომ დავაშინო ეს ხალხი. კიდე გეუბნები, ცოტა უცნაურად არის აქ გაკეთებული მისიები და რაღაცეები. რაღაცას კი ვხვდები, მაგრამ ცოტა კიდე მაინც მიჭირს. Witcher 1-ში იყო კიდე აი ცოტა უცნაურად მისიები და რაღაცეები, მაგრამ საბოლოოდ გავიგე, მაგრამ აქ ვერ ხვდები ან როგორ უნდა გააკეთო. თუმცა კაია რომ აი მალე მივდივართ ადგილებში და გავარკვევთ მაგასაც უცებ. ხო და EA-ზე რაც ეს გეუბნებოდით, ანუ ერთი ის რომ თანამედროვე თამაშები ყველა ძალიან ცუდი არის და მეორე კიდე EA-იმ და თუ არ ვწდები კიდე Ubisoft-მა, რომელსაც Far Cry და რაღაცები აქვს გაკეთებული,
გადაწყვეტეს ეგეთი რაღაცა, რომ ვინც თამაშებს ყიდულობს, იმათ უთხრეს ეგეთი რაღაცა, რომ თქვენ რომ თამაშებსო რეალურად არ ფლობთო რა. ანუ კი ყიდულობთ თამაშებსო, მაგრამ არ ფლობთო მაგ თამაშებსო და ეხლა აკეთებენ ისე, რომ ვისაც თამაში აქვს ნაყიდი, თითქოს აი წვდომა წაართვან მაგ თამაშებთან დაკავშირებით. აი წარმოვიდგინე ხა მე რო ვიყიდე მაფია 3, იმათ რომ წამართვან წვდომა და ვეღარ ვითამაშო. და ერთადერთი შანსი როგორაც შემიძლია რომ თამაში ვითამაშო არის რომ ვიყიდო როგორც subscription-ი. აი წარმოვიდგინე Netflix-ი ხო იცი? როცა იყიდი მაგ Netflix $15-ად, მე ერთ თვეში უკვე აღარ შეგიძლია რომ ვუყურო რა თუ თავიდან არ იყიდე Netflix-ი. და ეგრე უნდა რომ გააკეთონ. აი რამდენად უაზრობა არის ხო ხვდებით? მაგ EA-ს და Electronic Arts და კიდე Ubisoft-ს. ხო და წარმოვიდგინე ხანუ როცა გინდა რომ თამაში ითამაშო, უნდა იყიდო თამაში 1 საათი თუ აი წარმოვიდგინე $5 რო გადაიხადო 1 საათში, 1 საათი რო ითამაშო თამაში, 1 საათის მე თავიდან უნდა გადაიხადო კიდე $5 რო ითამაშო ეგ თამაში და ალბათ თუ თამაში 10 საათიანი იქნება, მოგიწევს რომ $50 გადაიხადო რომ ნუ ითამაშო თამაში 10 საათი. მაგასთან დაკავშირებით კიდე გააკეთეს ახლა პეტიციები ევროპაში და ცდილობენ რომ ეგ უაზრო წესი მოიშორონ თავიდან. 1 მილიონი ხელმოწერა აქვს უკვე მაგ პეტიციას, დაჟე მეტი ექნება ეხლა ალბათ. რატო ვერ ვაჭერ ხელს? ხო და ეგ არის რა, რომ თანამედროვე დეველოპერები და თანამედროვე თამაშები არის ნაგავი. არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ და როგორ ათამაშობთ, მაგრამ მე ეგრე მგონია. მაგრამ თქვენი აზრი კიდე მაგასთან დაკავშირებით მაინტერესებს. კარგი, ერთი მოვიშორეთ უკვე. ყველა შეიძლება არ გავაკეთო ამ ვიდეოში, მაგრამ ნახევარს მაინც გავაკეთებ. უი, აქ ავარია მოხდა და მეთქი რა ავარია გაჩერებული თქო. thrift shop-ი. მან ალბათ ზმანების რაღაცების ყიდა შემიძლია, კიდე არ მაინტერესებს. ნუ გასაგებია. ანუ უნდა ამოხოცო რა ეს ხალხი, რომ თითქოს აი მესიჯი დაუტოვო. რო ვითომ ძლიერი ტიპი ვარ და თუ რამე იქნება მაგათ მოვიშორებ მარტივად. მაგაცაც და კიდე მაგათ ბოსსაც. კაი, გადმოდი მანქანიდან. ერთი აქეთ არის. ამას მოვიშორებ ახლა უცებ USB-ს დახმარებით. ეგარი? აქ დიდი ვარაუდით ნარკვეტიები გადააქვთ ამათ რაღაც რძის მანქანით ალბათ. ფული ავიღოთ კიდე და წავედი ხა მეორე მხარეზე. მომეთ გავაკეთოთ ბარე მესმისიაც ეხლა რატომაც არა ტეოდობა არ მაქვს ანუ 500-იანი არის ჩემი დაბდობი სამწუხაროდ და სანი ბლუზა მინდა უკვე კარგებაო რა. კაი, ესე იგი ყველა არ მომყოლით. ანუ დაველაპარაკებით რა მაგას ჩემი ხალხიო იქნებაო შენთანო და დაგელაპარაკებიანო ეგენია. დიმი. ანუ ბოსი მართავსო ყველაფერსო მე ვარ ვიციო რა ხდებაო. ამ პოლიციამ ხოლმე წაიღო რა. კამანებით ხალხო თავი. მე მგონი ეს უნდა დავკითხო კიდე. მაგრამ ჯერ გავაქცე და გაურობას. აი გათენდა ძლივს და კიდე წვიმს. დავიღალე რა. Responding unit. Visual contact with suspect lost. So, პოლიცია დავკარგეთ უკვე, თან კიდე კარგად ცოტა გავგუმართლასავით, იმიტომ რომ აქეთან წამოსულიყავი მე ისედაც. ერთი ძამ მაპზე ნახოთ ახლა აქ უნდა მივიდე. მან ფეხით მივალ და მანქანა თუ რაღაცა იქნება, მე იქ შემხდება ალბათ და მოვიყვარო მანქანასაც არა პრობლემა. მიდი. ჩვენ მელოტი ვარ და იმის არ უნდა გვეშინოდეს, რომ თმა დაგვისვოლდება რაღაცა მსგავსი და ეგ ერთი პლუსი გვაქვს. მაგიტომ ავირჩიეს მანი რომ მელოტი ვარ. აი ის მაინც ვერ გავიგე რა არის, აი ფული რო წერია ხა მანდ 12000. აი რა არის ეგ? რაში მეხმარება ეგ ფული, ან რა რისთვის არის საჭირო საერთოდ? აზრი არა ვარ, მაგრამ ეს უნდა გავტეხოთ. ოპა. უკვე ხალხი აქ. ერთი წამი რაღაცა ქვემოთ არის. კარგი, 1 3 არიან აქ, მაგრამ მგონი ჩვეულებრივი ხალხი არის პროსტა. აქ რაღაცა იყო კიდე. ფულია მგონი, ხო აი.
return to patrol. Repeat, pursuit is called off. Abandon search and return to patrol. So, პოლიცია მიგვატოვა, მაგრამ სამაგეროდ ესენი გამოიძახებენ ახლა დამატებით ხალხს აქვს ვორსები. ესენი არ გვჭირდება. აგერ არის კიდე ორი კაცი. ეს მკვდარია? ხო, ვერ გავათავისუფლოთ მაგას ნაცვლად. არა უშვებს. ფული არ ვიღოთ. ტყუებიც ავიღოთ. USB არ არის ცუდი ხოდაშორის არა და მეგონა რომ ცუდი იქნებოდა ეს იარაღი. აი მეგონი არ დამომეკლა, იმიტომ რომ პროსტა მოქალაქე იყო ვიღაცა. ხო, იარაღია ძმა ეგ. აქ უნდა ვიყო საერთოდ? ზემოთ არის. კაი, მან როგორ ავიდე ახლა? ერთი წამი ფოკუსირებას ვცდილობ ახლა თამაშზე. როგორ ჩამოვიდი ეგრე უნდა ავიდე, ვიცი, მაგრამ აგერ აი სო, კაცებია. მიდი, ნუ დაიღალე ამ ხალაკაცი. ჯარში დადიოდი ბოლო. ეს ერთი კი მაქვს, მაგრამ ჩამეტევა მეორეც, კი ეგ არის, სო. თავიდან კარგად დაიწყო ისე, ანუ ისე კლაუდი ამხავს, რომ გეგონებოდა მარტო რქა ვიყავ, იმიტომ რომ აი თავს ჩაარტყამდა და ეგრე კლაუდა, მაგრამ ეხა თავს არ იყენებს. დამბულია ეგ. აი, გავათავისუფლოთ, აბა, მოდი. ნახოთ რა აქვს თქმელი. შემინჯონდა ბახა. მე ვინა ვარ და შენ უგშველიო რა. $10,000. ეგ გასაგებია, მაგრამ მოიცა ფული. ეგ არა. So, ეგ შევასრულეთ რა, ანუ რაღაც damage დავალიანებასავით ავიღეთ, არ ვიცი ეგ რა იყო. მაგრამ შევასრულეთ რაც მთავარი არის. კარგი, რაკეტა ბოსი, ფული მოუპარეთ მე მგონი მაგათ. ეგ არის ეგ რა, ფულს ვიღებთ მაგ ბოსებისგან. როგორ ჩანს? ეხლა აქედან გამიყვანა მე და მაგ ფულს არ დავეძებ. მოკლედ ეხლა მეუნება რომ წადიო და ელაპარაკეო ისევ იმ დაცო. ხო და ეგ ალბათ იმას ნიშნავს რომ საკმარისი გავაკეთე იმისათვის რომ დამეშინებინა ესენი ყველა და ეხლა უნდა წავიდე და უკვე დაველაპარაკო იმ ტიპს. მაგრამ სანამ მან წავალ, მოდი ეს ავიღოთ აგერ. რომ ნუ რატომაც არა პარემ აგერა ვარ. და ოპა. რაღაცას აკეთებს რა, ანუ დიდ ვერაფერს ვერ შევა, მაგრამ რაღაცას მაინც აკეთებს ეს ინფორმაციას გვაძლევს რაღაც ადგილებზე. ეგ არის? დავით ეხლა დაველაპარაკოთ იმ დაცს და მე კიდე ვიდეოს მოვჩები გაგრეს. იგივე დღეს ვიღებ ახლა ვიდეოს, რომელიც მე 6-ებზე დრო გადავიღე, იმ დღეს ვიღებ მე ამ მე-7-ესაც. რამდენი დავჭა არ ვიცი, ანუ აქ ჯერჯობით მე არ მინახავს რომ თავები არის, ანუ პირველი თავი და მეორე თავი არ მინახავს ჯერჯობით. შეიძლება თავები არის, არ ვიცი. მაგრამ მე რამდენზე ვარ, ეგეც არ მახსოვს და არც ვიცი. ხო არ მოკლა ბარემ ესენი ხო არ შევარდე მანდ. არა იყოს. მივიდეთ იქ და დაველაპარაკოთ დაც. თუ პოლიცია არ გამომეკიდა რა თქმა უნდა. მაგრამ ისევ წვიმს. აი არ ვიცი, აი რა არის ეს. თუმცა ბევრი რაღაცა ჩანს ახლა მაპზე. აი გადმოდი ამ რაღაცა კობრუჭინა მანქანიდან და მივიდეთ ახლა და დაველაპარაკოთ ჩვენს ამ ტიპს რა. კარგი, გააგრძელეო, ნუ ეგ უკვე ვიცით იმას ნიშნავს რომ ის მისიები, ანუ რაც იყო და რაც უნდა გამეკეთებინა, ანუ ყველას გაკრება. რობერტოვში დაბრუნდაო ეგო. I take it the butcher didn't appreciate Sonny's loan sharking and protection rackets being disrupted. დიდი ვარაუდით, ანუ ბაჩერი არის, ვინც შეხავს რა ხორცს და რაღაცებს. დიდი ვარაუდით, ანუ მაგას არ მოეწონაო, ის თუ როგორ იცავსო სანი მაგასო. იმიტომ რომ ჩვენ ხო გავუნადგურეთ მაგ ბაჩერს რა რაღაც ადგილები და სახორცე ისინი ხო დაუხოცეთ ხალხი და მე მგონი სანი იცავდა მაგ ადამიანებს. მართალი ხარო? You know, keeping his people more scared of him than you. სანის უნდაო რომ ყველაფერი ნორმალურობას დავაბრუნოსო, რაც ნიშნავს იმას რომ უნდა რომ მისი ხალხი იყოს უფრო სანით შეშინებული და არა შენითო, ანუ ლინკონით. აი მე ყველაფერს მიხედავ და მანამდეო შენო ეცადეო რომ პრობლემა არ შეიქმნაო, სანამ ეს ყველაფერი დამთავრდება მანამდეო.
გათენდა. ბიჭო, რო გაკვირდები ამ თამაში გათენება უფრო დიდხნიანია, გათენება რა, ანუ ღამე უფრო დიდხნიანია, უფრო სწორედ ვიდრე დილა. და უკვე 3 დღეა წვიმს გადამღულად. ერთი წამი მისია რა არის? ესენი მაინც არის აქ. მეგონა რომ გაქრებოდა. კარგი, უნდა მივიდეთ უკვე Sunny Blues-თან და დაველაპარაკოთ მაგას. კაი, მოდი მაგას უკვე შემდეგ ნაწილში ვიზამ. მანამდე ერთ საჩეხაო შეეული აგერ. ამასაც გავაკეთებ რადგანაც არა. ნუ -1 მისია იქნება მაპიდან და მაგიტო. USB ავიღოთ, უცებ შევარდეთ ახლა აქ. აჰა. აუ, კაი რა. თან ახლა კვერცხს ხარ შევკიდე, მიუხედავად იმისა, რომ აი კვერცხი გულს მიირევს, როცა გშია და როცა გინდა რომ ნუ ცილები და რაღაცები მიიღო, სხვა გზა არ არის. აი, აქ რეები ხდება ახლა. აქ ვერ შევდივართ. ეს კუჩის მეორე მხარე არის. მეორე სასულზეც კიდე ვერ ავდივართ, ანუ რა ხდება აქ? მისია ხო აქ არის წესით? თუ აქ უნდა შევიდე? არ ვიცი. მანქანას გაქრო. აგერ არის მანქანა. მეგონა რომ გაქრო. არ ვიცი, რეალურად შეიძლება აქ უნდა იყოს ეს მისია, მაგრამ ალბათ იქიდან გამომდინარე რომ დაც უკვე დაველაპარაკეთ, ეგ მისიები ყველა გავაქვთ. შეიძლება მაგიტო აღარ გვიჩვენებს და მაგიტო არ არის რა ხალხი, თორე რო გამოვიარეთ ეხლა იყო აქ ხალხი. კარგი, ნუ მოგეთ დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია რომ ვიდეო მოგეწონათ. აქ მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული არაფერი არ გავკეთებია, მაგრამ სამოგეოდ მე უკვე მეორე ეპიზოდში მივალ ჩვენ იმ სანისთან და დაველაპარაკებით და კიდე ყველაფერს ნუ ვეტყვით რა თქმელი არის. ეხლა კიდე წავიდი, წარმატებები ყველას და დროებით.